მოგესალმებით, მეგობრებო. არ ვაპირებდი ზოგადად ვიდეოების დადებას რამდენიმე დღე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად ისე იძაბება სიტუაცია და იმდენად ძიმე ფონია, დაჩქარებული მეთოდებით ცდილობენ ადამიანების დაზომბირებას და რუსული მარწუხებით და სადავეებით მართვას და კონტროლს. აღარ საუბრობ პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ უკანონო დასჯაზე, ციხეში გამოკეტვაზე, ბევრად უფრო საშიში და მძიმე მდგომარეობაა და ამაზე არც ერთი მხარე არ უნდა გაჩერდეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, არც მომხრე, არც მოწინააღმდეგე საფრთხე ემუქრება მომავალ თაობას. ამაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად და უყურადღებოდ ეს ფაქტი არ უნდა გამოგრჩეს, რადგან განათლების სამინისტრო შიო მუჯირთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ხუპავს მომავალ თაობას და ცდილობს მომავალ თაობაში ჩანერგოს ზუსტად სწრაფვა რუსეთისკენ, ხელი შეუშალოს მათ თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ ნებას და ამ ყველაფერს პატრიოტული მოტივი უწოდოს. ეს არის ნაცადი ხერხი, რასაც საუკუნეების მანძილზე რუსეთი საქართველოზე ზეწოლით ახორციელებდა და დავინახეთ რა შედეგები მოგვიტანა ამან. დღესაც ისევ თავარ მტრად რუსეთი რჩება, დღესაც ისევ რუსეთს ვეუბნებით, მაგრამ იმდენი მოღალატეა შიგნით, ეს ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ახლა რაღაც ახალი მეთოდები გამოიგონეს, ისევ საშუალო და დაბალი ფენების სამართავად, ვისაც სათანადო არც განათლება გააჩნია და არც ინტელექტი, ცდილობენ ანაფორიანების მეშვეობით მონუსხონ და ის რაც უკვე სტუდენტებში ვერ შეძლეს და ვერ განახორციელეს, იქნებ მოზარდ თაობაში გამოუვიდეთ, ტვინი გამოურეცხონ და საკლასო ოთახებში უშვებენ ანაფორიანებს. ეს არის კატასტროფა, ეს არის ძალიან მძიმე მაგალითი იმისა, თუ რას გეგმავს განათლების სამინისტრო შიო მუჯირთან ერთად და როგორი მზაკრული მეთოდებით ცდილობს მომავალი თაობა გადაიბიროს და ჩანერგოს ის რუსული მენტალობა და აზროვნება, რასაც უკვე სტუდენტებმა თავი დააღწიეს. შეუძლებელია ამ მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღოს და ეს რომელიმე მხარისთვის იყოს მომგებიანი. ძალიან გთხოვთ, იყავით ყურადღებით, თქვენ შვილებს, ჩაყრით მგლის ხახაში, ანაფორა მოგატყუებთ, წვერები მოგატყუებთ და იფიქრებთ იმას, რომ მაგერ მღვდელი რო შევა დღეს საკლასო ოთახში, ბავშვი ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო თავაზიანი და ბევრად უფრო მოტივირებული იქნება. შეიძლება ბავშვმა მოზარდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს, მაგრამ რომ გაიზრდება, ის უკვე ძალიან დიდი პროტესტით დაუპირისპირდება ეკლესიას, ოჯახსაც, სასულიერო პირებს და პირდაპირ გეტყვით, ღმერთსაც შეაძულებთ, თუ თქვენ ამას ასე მონურად დაემორჩილებით და წინააღმდეგობას არ გაუწევთ ამ კამპანიას, რაც წამოიწყო განათლების სამინისტრომ შიო მუჯირის დავალებით, თქვენი ხელით დაღუპავთ საკუთარ შვილებს. შვილები, რა თქმა უნდა, სანამ არ წამოიზრდებიან, იქნებიან მორჩილებაში, მერე როდესაც წამოიზრდებიან, აუცილებლად მტრად ექცევიან ეკლესიას და პირველ რიგში თქვენ დაგადანაშაულებენ იმის გამო, რომ თქვენი მიზეზით გახდნენ ისინი სასულიერო პირების ანაფორიანების მსხვერპლი. შიო მუჯირს რომ არაფერი კარგი არ მოუვა ტვინში და თავში, ეს მე მითხარით და მე გეტყვით აგერ და შესაბამისად განათლების სამინისტრო
შეასრულებს მის დავალებას, ვინაიდან ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან არის შეწუხებული ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდებით, რომლებიც არ ეპუებიან რუსულ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში და ისინი უკვე ყველაფერს კარგავენ და მათ შორის უცხოეთში, ევროპაში სწავლა-განათლების მიღების უფლებაც აღარ ექნებათ ცოტა ხანში, რადგან თქვენ იცით, რომ უკვე ვიზა ლიბერალიზაცია ძალიან მალე გაუქმდება და ზუსტად ეს იყო ქართული ოცნების მიზანი და სურვილი, თორემ თუ მათ მოუნდებათ და მათ შორის ამ ლაქია ეპისკოპოსებსაც ყოველთვის აიღებენ, ვიზებსაც ყოველთვის სწავლენ ევროპაში საშოპინგო და ანალიზების სასახებად და ასე შემდეგ. დაიჩაგრებიან ისევ თქვენი შვილები. ამიტომ თქვენი შვილები რომ არ დაიჩაგრონ და თქვენ შვილებს თქვენი ხელით მომავალი არ წაართვათ, ამ წამოწყებაზე, ამ მზაკვრობაზე, რომელიც ისევ პატრიოტიზმით არის შეფუთული როგორც სხვა დანარჩენი რუსული ნარატივი, არ დათანხმდეთ. არ შეუშვათ თქვენი შვილების საკლასო ოთახებში უწიგნური, უსწავლელი, გაუნათლებელი სასულიერო პირები, მხოლოდ იმის გამო, რომ განათლების სამინისტრომ შიო მუჯერის დავალებით ყველა სერტიფიკატები ჩამოურიგა. სერტიფიკატები რომ იძლეოდეს სწავლა-განათლება, საპატრიარქოშიც ძალიან განათლებულები ისხდებოდნენ და ამდენი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა, რაც დღეს არის. ეს ყველაფერი არის უსწავლელობის, უწიგნურობის, გაუნათლებლობის და უკულტურობის ბრალი. ახლა იგივე უნდათ ჩანერგონ სკოლებში, იმ ქვეყნის სკოლებში, რომელ ქვეყანასაც პრეზიდენტად თავზე დაასვეს ყაველაშვილი და რომლის პარლამენტი არის წყალწაღებული, თქვენ კარგად ხედავთ, როგორია აზროვნების დონე, როგორია მსჯელობის დონე, როგორია მეტყველების დონე, კულტურა, განვითარება და ასე შემდეგ. ყველაფერი გაანადგურა ივანიშვილმა იმის გამო, რომ ემართა ჩვენი ქვეყანა. ვერ გამოუვა, არ გამოუვა ივანიშვილს ამ აფერისტს, ამ შინაგანად პროვინციელ არსებას არასდროს არ გამოუვა ის, რომ ქვეყნის პროგრესული მასა მართოს. ახლა კი იმდენად მზაკრული მეთოდი მოიფიქრეს შიო მუჯერთან ერთად, რომ ეს უსწავლელი ნახირი უნდათ შეყარონ სკოლებში და ახალგაზრდები მოზარდი თაობა, მოსწავლეები დააზომბირონო. არ დაუშვათ ეს ფაქტი. მე გეუბნებით, რომ თქვენი შვილები თქვენ დაგეპირისპირდებიან. თქვენ მოგიღებენ ბოლოს ზუსტად იმის გამო, რომ ამ მზაკრულ წამოწყებას წინააღმდეგობა არ გაუწიეთ. სასულიერო პირს, რომელსაც ქუჩაში დგომის მეტი, ცხოვრებაში არაფერი უკეთებია და პანაშვიდებს მხოლოდ იმის გამო იხდის, იქნება ვინმე მარილი და ზეთი მოუტანოს, ასეთებს უშვებთ თქვენი შვილების საკლასო ოთახებში და ასეთებს ავალებთ, რომ ასწავლონ თქვენ შვილებს. რას ასწავლიან, რა განათლებას მისცემენ და რა სულიერებას მისცემენ. თუ ამაზე არ დაფიქრდებით, თქვენი შვილების დაუძინებელი მტრები თქვენ გახდებით და მერწმუნეთ, თქვენი შვილებიც აუცილებლად დაგეპირისპირდებიან. ახლა ეზღა დარჩა ივანიშვილს განსახორციელებლად, რომ მოზარდი თაობა მოწამლოს, მათი დეგრადირება მოახდინოს, დააზომბიროს, დააჩლუნგოს, დააშტეროს დააჩლუნგებული სასულიერო პირების დახმარებით. თქვენ ამას გააკეთებთ, იცოდეთ, თქვენი შვილები დაიღუპებიან და შესაბამისად თქვენ შვილებს მომავალი წაერთმევათ. მღვდელი, რომელსაც წიგნი არ აქვს წაკითხული და კლასში შედის და მორალის კითხვას დაუწყეს ბავშვებს, რომ თურმე ქუჩაში გოგონა მშარვალი არ უნდა ჩაიცვას, თურმე სხვაზე არ უნდა წახვიდეთ დასასვენებლად, თურმე რუსეთი მეგობარია. აი, აქედან იწყება ყველაზე დიდი ტრაგედია. მანამდე ეს ყველაფერი იყო პროლოგი, ახლა შინაარსი იწყება. შინაარსი არის ის, რომ შიო მუჯირმა უკვე გადაწყვიტა, იმიტომ რომ ძალიან შეწუხებულია ჭკვიანი და ინტელექტუალური ახალგაზრდებით, რომლებიც ვერ მოატყუა ჯაღმაიძა მუჯირის და იმან რა ქვია კანტორამ, რადგან ისინი ქუჩაში გამოდიან და ბოროტებას აპროტესტებენ, ეხლა მოიფიქრეს, რომ იქნებო სკოლიდან გამოზარდონ თაობები. არ გამოუვათ არც ეს. ყოველთვის ვიხმაურებ, ყოველთვის ვილაპარაკებ და აუცილებლად იმედი მაქვს, რომ სხვებიც აყვებიან. ძალიან საგანგაშო მდგომარეობა ეს და იცოდეთ, ეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ის ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა. ეს არ დაუშვათ. კლასებში უწიგნური მღვდლები არ შეუშვათ, თორემ იმდენად დაღუპავენ თქვენ შვილებს, მათი გადარჩენის შანსი აღარ გექნებათ.
ნუ შეუშვებთ ნახირს კლასებში, გაუნათლებელ ანაფორიანებს ნუ შეუშვებთ. ანაფორა არ არის ინტელექტის და განათლების სიმბოლო. დღეს ანაფორა არის მზაკრობის, მაიმუნობის, უწიგნურობის, გაუნათლებლობის, უღმერთობის, ნარკომანობის, ლოთობის, მრუშობის სიმბოლო. დიახ, დღეს როცა ანაფორიანს დაინახავთ, ჩემთვის პირდაპირ ასეა ანაფორიანების მდგომარეობა დღეს შეფასებული და ბუნებრივია. მე ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ვინმეზე ან რამეზე გაფრაზებული ვარ, ზუსტად იმიტომ დავუპირისპირდი ამ სისტემას, რომ უკვე ყარს იქაურობა და სულისხუთვა გეწყება ნორმალურ ადამიანს, თორე არანორმალურები იმდენია, შენიჭერიმე დათვლა გაგიჭერდებათ. ხელისთითები არ გეყოფათ. ჩემთვის სინონიმია ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე სასულიერო პირის. ძალიან გთხოვთ, შვილები, თქვენ ხო დაღუპულები ხართ და ცხრებივით დავდახრილები. შვილები მაინც არ დაღუპოთ. თორემ ეს იქნება ყველაზე მძიმე სავალალო შედეგი, რომელიც ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს ქვეყანას, ოჯახებს, დაიღუპება ყველა და ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს კი დაზომბირდება ის ბავშვი, დღეს კი დახრის თავს ერთ-ერთი სასულიერო პირის დავალებით. ასეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. მღვდელმა უფლება არ მისცა სკოლის კურსდამთავრებულს, რომ პირადობის მოწმობა აიღო, მეორედ მოსვლა არისო და იქო ჩიპშიო შეყვანილია ეშმაკის ნიშნებიო და ბავშვი დარჩა სწავლა-განათლების გარეშე. და თავდახრილი დადიოდა მერეც ეკლესიაში, ეგონა რომ აი კარდა კარდ მეუღლეთ მოსვლა მომდგარიო. მერე მივხვდა რომ ძალიან დიდ ტყუილში ცხოვრობდა და მართვის მოწმობა, იმას რა ქვია, პირადობის მოწმობასთან მეორედ მოსვლა არაფერ კავშირში არ არის. მღვდელსაც დაუპირისპირდა, ოჯახსაც დაუპირისპირდა, ღმერთსაც დაუპირისპირდა, ათეისტი გახდა და ბოლოს ქუჩაში ცხოვრობს, უკვე არავინ და არაფერი არ უნდა ისე აურიეს ამ ახალგაზრდას ტვინი და ასეთი არის ძალიან ბევრი. ეს რომ არ მოხდეს, კლასებში ჩადექით და ანაფორიანები არ შეუშვათ.